მოგესალმებით ყველას. დღეს მე მივდივარ ფშავში. ფშავი არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, რომელიც სამწუხაროდ ნაკლებად პოპულარულია ტურისტულად. ამიტომ ახლა ერთად წავიდეთ და გავეცნოთ ფშავის კულტურას. ფშავში მოხვედრა არის ძალიან მარტივი. ფშავის მიმართულებით წასვლა უნდა მოკლედ გუდაურის გზა და გუდაურის გზიდან არის გადასახვევი მარჯვნივ. და მიდიხართ შემდეგ პირდაპირ. გზა და გზა ყველაფერს გაჩვენებთ. ეს არის ერთ-ერთი პირველი ლოკაცია, სადაც უნდა გაჩერდეთ ეკლესიასთან პირველივე ამოსახვევში. და მიზეზი, რატომაც აუცილებლად უნდა გაჩერდეთ, არის აი ეს ხედი. ეს ლოკაცია არის თბილისიდან დაახლოებით 60-70 კილომეტრში. ძალიან კარგი გზა არის, როგორც ხედავთ და ნებისმიერი მანქანით მარტივად შეგიძლიათ ფშავის თითქმის ნებისმიერ ლოკაციამდე რომ ამოხვიდეთ. მინდა გაგიზიაროთ ლოკაცია, სადაც ძალიან ხშირად მოვდივარ ხოლმე სათევზაოდ. ეს ადგილი ძალიან კარგი არის როგორც სათევზაოდ, ასევე უბრალოდ საპიკნიკოდ, მეგობრებთან ერთად წამოსასვლელად და ამ შემდეგ ხედი არის არაჩვეულებრივი. ლოკაცია მოსწორებულია, წყალიც საბანაოდ არ ვიცი, მაგრამ მითხრათ მე არ შევსვლა აქ საბანაოდ არასდროს, მაგრამ იქით არის პლაჟი და ბანაობს ხალხი ფაქტია. და რა ვიცი, არაჩვეულებრივი ადგილია, მოკლედ ერთი დღისთვის ამოსასვლელად, სათევზაოდ, პიკნიკისთვის, ზოგადად ოჯახური გარემოს წამოსასვლელად ან მეგობრებთან ერთად, რა ვიცი, მოკლედ თქვენც ხედავთ დანარჩენს. მოვედით რესტორანში სტუმარ მასპინძელი, რომელსაც ჩემმა ბევრმა მეგობარმა გაუწია რეკომენდაცია, აქ უნდა გავსინჯო ხინკალი დამბალ ხაჭოთი. დამბალ ხაჭო არის ძალიან ავთენტური გემო ამ რეგიონისთვის. ძალიან მაინტერესებს როგორი გემო აქვს ხინკალში განსაკუთრებით. წავიდეთ, დავაგემონოთ და გაგიზიარებთ შაბეჭილების აუცილებლად. ინტერიერზე მინდა გითხრათ რამოდენიმე სიტყვით, იმიტომ რომ აქ შიგნით არის არაჩვეულებრივი გარემო. ეს არის პატარა მუზეუმი. შევაჯამოთ საკვები. ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. ყველაფერი იყო მომზადებული ისეთი სახლ ოჯახურ სტილში. ძალიან გემრიელი, აი გამორჩეულად გემრიელი ჩემთვის იყო
დამბალხაჭო, რომელიც ტაფაზე მზადდება, რამდენიმე ვარიანტი შემოგთვა, მათ შორის ხინკალიც იყო დამბალხაჭოში, მაგრამ ეს ტაფაზე მზადებული ჩემთვის განსაკუთრებით გემრიელი იყო. სხვა მენიუ, რაც აქვთ, ყველაფერი გავსინჯეთ თითქმის, კარგია, ძალიან კარგია და მინდა რეკომენდაცია გავუწიო ამ ობიექტს შავში. მოვედით სოფელ ქვემოში არახევში. არ მინდოდა ფშავის ხეობიდან ისე წავსულიყავი, რომ ეს ადამიანი თქვენთვის არ გამეცნო. ეს კაცი არის გიორგი მარაული, არის ფშავის ხევის ბერი და ძალიან საინტერესო ადამიანი უბრალოდ. დანარჩენს კი თქვენ თვითონაც მიხვდებით. ხევის ბერის ოჯახი საბჭოთა ხელისუფლების დიდი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ოჯახის წევრების ნაწილი აწამეს, ზოგი დახვრიტეს, ნაწილი კი გადაასახლეს. დიდი თხოვნის მიუხედავად ობლად დარჩენილ ბავშვებს დედა მშობლიური მამაპაპისეული კერა არ მოუშალა და სიმძიმის მიუხედავად ფშავის ხეობაში განაგრძეს ცხოვრება. მუსიკოსობაზე მეოცნებე ხევისბერი იხსენებს ახალგაზრდობის მძიმე წლებს. ბავშვობის ოცნება აუხდენელმა შვება სამსახიობო ხელოვნების შესწავლაში ნახა. 1960 წელში არა 60 წელში თეატრალური სტუდია გაიხსნა თბილისში ქართველი შვილისა. ავდეგდა იმ თეატრალურ სტუდიაში შევედი მეც, იმ გაიოზის სტუდიაში. როგორც ფუტრის კა, ისე ზუზუნებდა მთელი დღე და ღამე ისახლე, ის იყო დუღდა კულტურა და გადმოვდუღდა იმ სახლში ვიზრდებოდი მე მაშინ. იქ ყოველ კვირა სპექტაკლები ჩვენი იდგმებოდა, ხალხი გაჭედილი იყო. ზოგადად მთაში ხევისბერი თვითონ არ ირჩევდა საკუთარ თავს. ხალხის რწმენით ის უნდა ყოფილიყო ღვთისგან რჩეული. ამის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იყო სწორედ ის ხილვა ან სიზმარი, რომელიც ახალ ხევისბერს ეძლეოდა. ხევისბერის სიზმარში ხატის საგანძურის დანახვა განსაკუთრებით ძლიერ ნიშნად ითვლებოდა, რადგან ეს ხატის ნების პირდაპირი გამოვლინება იყო. ასე იქმნებოდა რწმენა, რომ ხევისბერი არაუბრალოდ მოხუცი ან ბერი, არამედ ღვთის მიერ შერჩეული შუამავალი იყო მთის ხალხსა და ზეცას შორის. და ეს დროს დადგა. ხევისბერი იხსენებს ურწმუნოებისა და მოქცევის პერიოდს. პაპიკო, მე სულ მოღუჩული ვიყავ, სულ დამძიმებული, სულ იმის ფიქრში, რომ მე არ მეგონა, რომ ადამიანი არა, რომ გამოჩნდეს ამ ქვეყანაზე, ძალიან მინდოდა მე რაღაცა ისეთი შემიქმნა, რომ მართლა საშვილიშვილო რაღაცა გამეკეთებინა, რომ სახელი დამჩალიყო. რატომღაც ეგ მტანჯავდა, იდუმალა. სწორედ ამ დროს მოხდა ჩემი თვალთა ახელა, რო იტყვიან, რო იტყვიან სამარიდან ამოღება, უკუნეთიდან ამოსვლა. ვიყავი რა, მწამდა აღარ სამწამდა ეგეთი ფორმაში, ეგეთი მდგომარეობაში ვიყავი უკვე. ხო და სწორედ ამ დროს არც მკითხავს დაუჯერე, არც სიზმარ დაუჯერე და ერთხელ წევა ჩემ სახლში განწმენდილ ფორმაში ვიყავი, როცა ეს სიზმარი ვნახე. ხო და როგორ შვილო, წევა ძინია კაცსა დავიყვირე, ჯიდება უფალს და ჩემი ყვირილი არა, ამ ყვირილმა გამაღვიძა, რა დავიყვირე, ისიც მერე გავაანალიზე უკვე. ხო და რო გავიღვიძი არა და მოდის თავიდან ფეხებამდე რაღაც სიამოვნება მოდის და მიდის თითქოს წყალი მოდის და არა თუ არ თურმე კერა, ეს არის მადლი ღვთისა, რომელიც მოგიახლოვდება. იღურება და თავიდან ფეხებამდე ეგრე სიამოვნება გძნობ რაღაც მიწას აღარ აგძნობ, ისეთი სიამოვნებაში გადადიხარ. ხო და იქ ტაძარი იქნა, ტაძარი. ხო და ჩემი აქ მოსვლა ხوار შეიძლებოდაო. ის ტაძარი ისეთი როგორი ტაძარი, ღვთისმშობლის დაწინვა
დახატული არ ვიცი რომელი საუკუნის რაფაელი იყო, ვინ იყო, აღარ მახსოვს. და ისეთი გუმბათოვანი ტაძარი იქნა და იმ ტაძრის ახლოს ვიქენდა. მე როგორც ამ ტაძრის ახლოს ვიქენ, შევკვთი კაცო, შევკვთი და შევშვინდი, აქ ჩემი მავსლა ხო არ შეიძლებოდა და იმიტომ დავიყვირე ძიდება უფალს. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის დღეს. დღეისთვის მოკლედ ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ რამოდენიმე ლოკაცია გვაქვს ჩასაწერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ გვექნება ეს საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი საინტერესოა ხოლმე ყოველთვის თქვენთან საუბარი, ძალიან საინტერესო. კარგით, აბა დროებით და გავაგრძელებთ ჩვენ მოკლედ მოგენაცვლი, ხო, რა ვიცი, აი ხედავ ხელები როგორ მიკანკალებს. ვეღარ ავწერ. არ მეგონა თუ აქამდე მიმივიდო და საქმე. არა და ძალიან ბევრი დასაწერი მაქვს, ძალიან ბევრი. მთელი გაბნეული მაქვს, ნაწერები ჯეთავი არ მომიყრია. მოვედი ჩარგალთან, ეს არის მჟავე წყალი, რომელიც ბუნებრივად ამოდის მიწიდან და რა ვიცი, გავიყოლებ, მე პირადად ძალიან მიყვარს, ამბობენ რომ კუჭისთვის არის ძალიან კარგი და რა ვიცი, მე ზოგადად ძალიან მიყვარს ეს წყალი, ბევრჯერ ვარ აქ ნამყოფი, რა თქმა უნდა და მოკლედ შევავსებ ხა და გავაგრძელებ გზას. ჩარგალში ვართ. ჩარგალში ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, არის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი. ვაჟა-ფშაველას ეს მოპირდაპირე მხარეს ამჟამად რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და ფიზიკურადვე შევალთ ინფორმაცია არ მქონდა. თორე აქამდე გავითვალისწინებდი მაგას. ეხლა არის დაკეტილი, სავარაუდოდ მალე გაიხსნება, აქ უნდა იყოს ჩემს პირდაპირ იქნება ხიდი, რომელი ხიდიდაც უშუალოდ მუზეუმიდან შეგეძებათ გადახვიდეთ პირდაპირ ვაჟა-ფშაველას სახლში. ახლა მე ვიმყოფები ჩარგლიდან 3 კილომეტრში. ეს არის სასტუმრო კომპლექსი ხომი. ამ ადგილის უპირატესობა არის ის, რომ აქ აქვს სრული მომსახურება. გარდა ძალიან გემრიელი სამზარეულოსი, რომელიც მოიცავს როგორც ქართულ კერძებს, ასევე არამხოლოდ ქართულ კერძებს, აქვთ სრული სერვისი, ანუ კოტეჯების კომპლექსი აქვთ იქით მხარეს. მომსახურებაში შედის საბილიარდო, არის აუზი და ველოსიპედები და კიდევ სხვა გასართობები, მოკლედ, რომელთაც შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, ერთი დღე რომ წამოხვიდეთ, არაჩვეულებრივად გაატაროთ აქ დრო, იმიტომ რომ არის სრული სერვისი. თუნდაც ოჯახთან ერთად არაჩვეულებრივი იდეა არის აქ მოსვლა. გაერთობიან როგორც დასრული ადამიანები, ასევე ბავშვები.
ხო, და მინდა აღვნიშნო ის, რომ მსგავსი მომსახურება ამ ლოკაციაზე სხვას არავის არ აქვს. ანუ სრულ სერვისს გულისხმობ რა, გასართობებით, საკვები და საცხოვრებელი. შევაჯამოთ დღევანდელი ვახშამი. ყველაფერი იყო ძალიან გემრიელი. უკლებლივ ყველა საჭმელს შემიძლია გაუწიო რეკომენდაცია. რაც შეეხება აქაურობისთვის დამახასიათებელ საჭმელს, ეს არის დამბალხაჭო. ძალიან გემრიელი იყო და მინდა რეკომენდაცია გაუწიო ამ ადგილზე, რომ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ და ჭამოთ. რაც შეეხება გათამაშებას, გათამაშება ჩატარდება ჩვეულებრივ რეჟიმში 5000 ნახვაზე. დავიწყებ ლაივში გათამაშებას. პრიზი იქნება სალაშქრო კარავი. გათამაშების პირობები არის ძალიან მარტივი, უნდა გქონდეთ გამოწერილი ჩემი არხი, დალაიქებული ვიდეო აუცილებლად და სულ ეს არის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.